მოგწერთ სიჩუმე ურთიერთობაში ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. თქვენი ბიჭი გოგოს სქესი თქვენ თვითონვე გადაწყვიტეთ, ვინც უყურებთ. სიჩუმე გაგიგრძელდებათ თუ არა, თუ ინებებთ თქვენი რჩეული მოწერას, ეს რომ განვარტოთ, აქ ვიტყოდი, რომ მისი მხრიდან უძლიერესი სურვილი მოდის მოწერის, ბევრჯერ უცდია კიდეც, დაწერს, მოკლე ტექსტს წაშლის, მაგრამ არ აგზავნის. პლუს ამას ყალბი ეკაუნთებიდანაც შეიძლება ჰქონდეს კიდეც მოწერილი. გამოცდასავით გიწყობთ, გასცემთ თუ არა უცხოს მოწერილს პასუხს. ასე ის დაასკვნის რეალურად უღირს თუ არა თქვენთან მოწერა. ჯიბრში დგას. არ უნდა მისი თავმოყარეობის სიამაყის ხარჯზე მოახდინოს პირველი ნაბიჯი, რადგან პირველობა ყველა სხვა საკითხში უყვარს, მაგრამ არა აქ. მარტივი მიზეზი აქვს, რატომაც არ კი არა ვერ გწერთ. ცდილობს მიგახვედროთ, ვინ არის ამ ურთიერთობაში ბოსი. ლიდერული თვისებები გასაგანს არ აძლევს სისუსტედ აქციოს მისი თქვენდამი მოწერის სურვილი. ამიტომაც თრგუნავს თავის თავში ამ მადიან სურვილებს მოწერისას. მეორეს მხრივ ეს აზარტიც არის მისთვის, მუდმივად გიმტკიცებდეთ თავის ხასიათს. მაქსიმალურად ეცდება პირიქით გამოგიწვიოთ ეჭვიანობით, მესაკუთრეობით. დადოს ისეთი ფოტოები, სტორები, რითაც მიგანიშნებთ, რომ სულაც არ უჭირს უთქვენოთ. ვისთანაც ბლოკები არის, აქ არის ყალბი ეკაუნთებიდან კონტაქტი ფარულად. როგორც თავში აღვნიშნე, ექსპერიმენტები თქვენდამი ნდობის საკითხში. იცით რა არის? ამ ემოციებს, მიდგომებს, ამოფრქვევა მაინც ემუქრება. რაღაც მომენტში დაივიწყებს თავის ეგოს, იმდენად მოუნდება თქვენთან საუბარი და ზუსტად ამიტომაც მოგწერთ. თქვენ იმაზე საჭირო ხართ მისთვის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. და აი, როცა საერთოდ არ ელოდებით, ზუსტად მაშინ განათდება თქვენი ტელეფონის ეკრანი მისი მესიჯით ან ზარით. ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. პირადი კითხვები WhatsApp-ში 557 16 73 53, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.